მოკლედ თუ გამოხვედით იმასაკიდან, როცა გჯეროდათ, რომ ბავშვები წეროებს მოჰყავდა დროა კიდევ რამდენიმე ასეთი ფართოდ გავრცელებული მითი გამოვააშკარავთ, რადგან ორსულობის შესახებ უამრავი მითი და ცრუწმენა არსებობს. ბევრი მათგანი რეალობას ნამდვილად მოკლებულია, თუმცა ზოგს საკმაოდ საინტერესო ახსნა აქვს. რა არის სიმართლე და რა არის მითი? ამ ყველაფერზე ზუსტად ახლა ვისაუბრებთ რეპროდუქტოლოგ, გინეკოლოგი, ექიმი მანანა მგალობლიშვილი არის ჩვენი სტუმარი და მობრძანდით თუ შეიძლება ქალბატონო მანანა დილა მშვიდობისა. მშვიდობის მოგესალმებით. ამ ადამიანს გარდა იმისა, რომ აი ეს ამ პროფესიებიდან ვიცნობთ, მე მაინც ვიტყვი, რომ ცოტათი ინფლუენსერის ბრძანდებით, ხო? მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. ყველა ვიცნობთ მის რეკომენდაციებსაც სოციალურ ქსელში ხშირად ხვდებით ხოლმე და დიდი მადლობა, მიხარია. ძალიან მომწონს თქვენი ვიდეოები და თქვენი მიდგომები. მოდი ჩვენ ახლა გავუშვათ პირველი მითი თუ რეალობა ჩვენს პლაზმაზე, რომ მაყურებელმაც კარგად დაინახოს და შემდეგ უკვე ვკითხოთ ქალბატონ მანანას. გეტყვით, მითია თუ რეალობა და ამბობენ, რომ ორსულმა ორის მაგივრად უნდა იკვებოსო. მე ვახსენე გადაცემის დასაწყისში, რომ 9 ადამიანის მაგივრად ვიკვებებოდი და კი მოვიმატე 50,000 კილო. მითხარით ეს ყველაფერი რასაკვირველია მითია, ჩემს ბავშვობაში არსებობდა ეს მითი და ეთყობა იმ საბჭოთა დროიდან გადმოყვა. პირიქით ორსულობის დროს წონის ჭარბად მომატება არის ძალიან არასასურველი, იმიტომ რომ ჭარბი წონა იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას, აბსოლუტურად ყველა ორგანოზეს და სისტემაზე მოქმედებს. მაგალითად, პრეეკლამპსიის რისკი იზრდება, ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის რისკი, თრომბოზები, ბავშვის ჭარბი წონა და ასე შემდეგ. აი, ძალიან დიდი ჩამონათვალია. რა არის ზუსტი, ასე ვთქვათ, კილოგრამი, რამდენი უნდა მოვიმატოთ? მაქსიმუმი რა არის? დაახლოებით გეტყვით, ზოგადად რასაკვირველია ინდივიდუალურია, რაც ესე დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, რაც ნაკლებია წონა ქალის დასაწყისში, ან შეიძლება სულაც წონის დეფიციტი აქვს თქვათ, მით უფრო მეტი უნდა მოიმატოს და რაც უფრო მეტია წონა ქალის, მით უფრო ნაკლები. რომ წარმოიდგინოთ ნორმალურად, ჩვეულებრივ, აი მაგალითად 18.5-დან 25-მდე არის სხეულის მასის ინდექსი, რომელიც გამოითვლება სპეციალური ფორმულით. ეს არის ნორმა და თუ ნორმალური წონის ხარ, უნდა მოიმატო მაქსიმუმ 12-13 კილო. ეხლა მაქვს ფეხი ფეხზე გადადებული, მინდა რომ მეორე მითი გავუშვათ. არ გადაიდო ფეხი ფეხზე, ბავშვს ამ დროს ჟანგბადი არ მიეწოდება. ამასაც ცუდად სუნთქავს. ეხლა ცუდად სუნთქავს ბავშვი? არა, ვიცოდე, იმიტომ რომ მოგწონთ აი ესე ფეხი ფეხზე გადადებული, შეგიძლიათ ესე იჯდეთ და ეს არის დამოკიდებული ქალზე, როგორ თვითონ უფრო სიამოვნებს, მაგრამ აქვე ვეტყვი ქალებს ორსულებს, როგორ ჯობია იჯდე, ხო? თუ სიამოვნებს რომ ფეხი ფეხზე გადადო, ან ესე ლოტოსი თუ რა ვიცი, კი ბატონო, როგორც თქვენ გნებავთ, მაგრამ ზოგადად კარგია ნახევრად, რასაკვირველია ეს უკვე საუბარია მეორე მესამე ტრიმესტრზე. პირველ ტრიმესტრში ახლა არ არის ნაყოფი პატარა. უნდა იჯდე ნახევრად დაწოლილი, უკან შეიძლება ჩაიდოთ ბალიში და ან დაწოლილი. საერთოდ ჯდომა, როგორც ესეთი, ორსულისთვის დიდად არ არის სასურველი. მე გულისხმობ, ისე ვიმეორებ მეორე მესამე ტრიმესტრს. ანუ უფრო დიდ ორსულობას, როცა მუსელი უკვე აქვს ქალს, ხო? და რაღაც მაინც მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ? ამას გულისხმობთ? მოსვენებულ მდგომარეობაში თქვენი კითხვა ვერ გავიგე. აი, არ უნდა ვიჯდეთო, მასე. კომფორტულად უნდა იყოს, მაგრამ თუ მაინც და მაინც გაინტერესებთ როგორ ჯობია, რასაკვირველია, ჯდომას ჯობია წოლა. და აი ესე ჯდომას ჯობია ნახევრად წამოწოლი. მაგრამ თუ ფეხის ფეხზე გადადება შეგიძლია, ესე იგი კარგად არის საქმე და არ ახარ ისეთი მომატებული. მაშინ მე მაქვს ახლა თქვენთან კითხვა. კომფორტულად უნდა იყოს. თუ ნახევრად წამოწოლილი შენთვის არაკომფორტულია, მაშინ არ წამოწვე, კი ბატონო, დაჭირ. ესეთი კითხვა მაქვს, ახლა თქვენ დარწმუნებული ვარ, არ ვიცი ნახეთ თუ არა ჩვენი გადაცემა. თუ შეგიძლიათ გამოიცნოთ მუცლის ფორმის მიხედვით ჩემი ბავშვის სქესი, იმიტომ რომ ამბობენ რომ დადგენა მარტივია მუცლით. აი ახლა რა ვფიქრობთ, ვინ არის? რასაკვირველია ვერ გამოვიცნობ, სხვათა შორის იმ ჯგუფებში მინახავს, რომ ქალები დებენ ნაყოფის ფოტოებს იმაში ეხოსკოპიურს და აბა გამოიცანით ბიჭია თუ გოგოა. ესეც სასაცილოა. ესე იგი მუცლის ფორმის ვერ გამოვიცნობთ ბავშვის სქესს. და ეს არის მითი. ფორმით ვერ გამოიცნობ
და ეკოსკოპიურად რასაკურველია ნახავ, მაგრამ ეკოსურ ფოტოს რომ დევს, უბრალოდ ბავშვის ფოტოს, სადაც სახე ჩანს მაგალითად და რო კითხულობს აბა გოგოა თუ ბიჭია, რო სახის ნაკვთებით, ხო, ეს სასაცილოა, მაგრამ ძალიან ბევრი მინახავს და მიკვირს. აი გოგოს გავს, ალბათ ასე ამბობენ. კარგი, გავუშვათ შემდეგი. მითი თუ რეალობა. მოკლედ, ორსულობის დროს თუ გულძმარვა ძალიან გაწუხებთ, თქვენი ბავშვი დაიბადება თმით. ხო, ეს მეც გამიგია სხვათა შორის. გულძმარვა, ხო, მეც გამიგია კი, სხვათა შორის. მითია თუ რეალობა? მითია, რასაკურველია, გულძმარვა ხშირად აწუხებთ ქალებს, იმიტომ რომ როცა ნაყოფი იზრდება, ის აწვება არის საყლაპავ მილსა და კუჭ შორის ესეთი სფინქტერი, ერთი აწვება. მეორე ის რომ პროგესტერონია მაღალი და ეს ჰორმონი იწვევს მოდუნებას იმ სფინქტერი იცით ხო, რაც ნიშნავს საყლაპავსა და კუჭ შორის და ეს ყველაფერი ხელს უწყობს აი ამ გულწრფელობას. და ალბათ კვებითაც უნდა შევუწყოთ ხელი და არ გავაღიზიანოთ. უნდა შევუწყოთ მდებარეობით. სხვა შორის აქვე დავამატებ ორსულისთვის სასარგებლო ინფორმაციას, როგორ ჯობია წოლა, ხო? დასაწყისში რასაკურველია, როგორც თვითონ უნდა ისე, როგორც ეს სიამონება, რასაკურველია ეს ყოველთვის იმაშია, რომ როგორც თვითონ სიამონებს, ის არის ის პოზა ცილის დროს, რომლის დროსაც ის უკეთ გრძნობს თავს ორსული, მაგრამ როგორც წესი უკეთ გრძნობენ თავს, როცა წვანან გვერდზე. ან მარცხრივ, ან მარჯვნივ. ნუ დადგენილია, რომ თუ თქვენთვის სულ ერთია, მარცხენა ჯობია მარცხენა ჯობია. გავითვალისწინეთ. ცოტა რთულია. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მე სულ თქვა გვიჭირს. მინდა რა ყველა მითი და რეალობა მოვასწროთ. მითია თუ რეალობა ორსულობის დროს სპორტული აქტივობა აკრძალულია, იმიტომ რომ იყო ეს მიდგომებიც და რაღაცა გარშემოყოფები ამბობდნენ ხოლმე რომ დაისვენე, დაწექი, ორსულად ხარ, არაწიო და ასე შემდეგ. აი მითხარით. სწორად თქვა სხვათა შორის, ნუ კი თქვენ რესპონდენტ ვარ რომ რასაკურველია ვარჯიში შეიძლება თუ არასდროს გივარჯიშია მაინც და მაინც ორსულობის დროს უნდა დაიწყებ, მაგრამ თუ ყოველთვის ვარჯიშობდი და მიჩვეული ხარ, შეგიძლია ივარჯიშო, მაგრამ არსებობს ვარჯიშები, რომელიც არ შეიძლება ორსულობის დროს. თლად ვერ დავეთანხმებ იმას, რომ ძიმის აწება შეიძლება თავარია სწორად აწიო, ყველა ორსულს ვერ აუხსნით ან იმას, რომ აი ესე აწიე, ისე აწიე. ნებისმიერ შემთხვევაში გააჩნია რა სიმძიმის, ხო? ვიღაცისთვის ძიმე, ჩემთვის სუბუქია და ასე შემდეგ. ანუ აქ არის ინდივიდუალური მიდგომა. ორგანიზმი რას არის შეიძლება, კი. დიდი მადლობა, რომ ეს აღმოჩნდა რეალობა. კარგი, შემდეგი უნდა გავუშვათ. ორსულებისთვის აკრძალულია მგზავრობა თვითმფრინავით. ასეთი მოსაზრება ორსულისთვის არ არის აკრძალული მგზავრობა, უბრალოდ როდესაც არის უკვე მაინც და მაინც უკვე მშობიარობის 39 მე 40 კვირაზე როცა უკვე ელოდები მშობიარობას, ასაკურველი არ არის სასურველი, იმიტომ რომ შეიძლება მშობიარობა დაგეწყოს თვითმფრინავში, ხო? რაც ის არის საშიშია მაინც არასამედიცინო გარემოში, მაგრამ ორსულობის დროს შეიძლება მგზავრობა თავისთავად ისე მიდგომა ყველაფერში ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადი რეკომენდაცია ისეთია, რომ გაითვალისწინოთ სხვათა შორის არა მხოლოდ ორსულებმა, ნებისმიერმა, როცა მგზავრობთ, უნდა დალიოთ ბევრი, რაც შეიძლება ბევრი სითხე და გეცვათ სპეციალური გეტრები. ხნევის სვალობადობაზე არანაირი უკუჩვენება არ გვექნება, ხო? არა, არ იქნება. რასაკურველია სტრესია, გარკვეული სტრესია, მაგრამ ეხლა ესე ორსული გაშიშებული ხო არ იქნება რაღაცა. თავისუფლად ეს რეკომენდაცია დავაკონკრეტო. ანუ ჩვენ ხავ საუბრობთ ჯამრთელ ორსულებზე, ვისაც თქვა ხელი დამოკლებულია რა აუცილებლად. რაც ჯამრთელია რეკომენდაციით შეგვიძლია ეს ჯამრთელი ორსული, რომლის ორსულობა მიდის ნორმალურად და არაფერს არ ღებულობს განსაკუთრებულ პრეპარატებს, გარდა აუცილებელი სტანდარტული. კიდევ ერთი საინტერესო მითი თუ რეალობა არ ვიცი, არ გამომიცდია, მაინტერესებს თუ მომავალი დედამწეველია მისთვის ორსულობის პერიოდში მოწევის მკვეთრად აკრძალვა დაუშვებელია. ეს არის ბევრის გამსმენია ეს ყველაფერი, მითია თუ რეალობა? ეს არის მითი, ეს არის არასწორი. ორსულობის დროს მე ვიტყოდი, რომ აი კატეგორიულად არ შეიძლება მოწევა. ხო, არ არის იმაზე საუბარი, რომ ერთი სიგარეტი მოწია ერთ თვეში, ვთქვათ, რაღაცა შემთხვევა, მაგრამ არ შეიძლება, იმიტომ რომ სიგარეტი იწვევს, ვიცით რომ სისხლძარღვების შევიწროებას, აუარესებს ნაყოფის კვებას,
ჰიპოქსიას იწვევს ნაყოფში. სხვათა შორის არის ესეთი ახალშობილის უეცარი სიკვდილი გაგიგიათ ალბათ ეს სინდრომი, რომლის მიზეზი ზუსტად არ არის დადგენილი. ერთ-ერთ მიზეზს უკავშირებენ სიგარეტის მოწევას ორსულობის დროს და კიდევ ძალიან ბევრ დაავადებას. ნაყოფის წონაში ჩამორჩენა, ადრევი ან მშობიარობა და ასე შემდეგ. მე სიგარეტი უნდა შეწყვიტოს. ნამდვილად. შემდეგი თუ მომავალი დედა ეს წავიკითხეთ უკვე მითია თუ რეალობა რომ პირველი მშობიარობა მეორეზე მარტივიაო. იცით რა, კიდე პირველი უფრო მარტივია და რთულია და მეორე მარტივია. ხო, პირველი რთულია, მეორე მარტივია. ისევ მეორე ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადად რასაკვირველია მეორე მშობიარობა უფრო სწრაფად ხდება ვიდრე პირველი და თითქოს და უფრო ადვილად. რატომ ეს კითხვა ძალიან ბევრი ფაქტორებია ამისი. ერთ-ერთი არის ის, რომ ორგანის უკვე გამოცდილი აქვს, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში გამოცდილი ეს მშობიარობა. სამშობიარო, მე ფიზიოლოგიურზე ვამბობ, ხო? სამშობიარო გზები არის კუნთები უფრო ელასტიური. მათ უკვე, ესე ვთქვათ, მახსოვრობა აქვთ, გადაიტანეს ეს გაფართოება მოხდა, რომ მეორედ უკვე ეს გაფართოება სამშობიარო გზების უფრო მარტივად ხდება. და ამ შემთხვევაში ინტერვალს გამოცდილება. ინტერვალს თქვათ მშობიარობიდან მეორე მშობიარობა. თქვათ 10 წელი როა გასული, მაინც უფრო მარტივია. იცით რა არის? არა. 10 წელი როცა არის, აი ინდივიდუალურია. თუ 10 წელია გასული, უკვე ასაკი აქვს ქალს მომატებული და უკვე ასაკობრივი რისკები ემატება ამას და აი ეგ მომენტია და შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო ადვილი იყოს. კარგი, შემდეგი მოდით, მითია თუ რეალობა რომ ეკოსკოპია ნაყოფს ასხივებს და ბევრჯერ გაკეთებენ, რომ არსებობენ დედები, რომლებიც მაინც ჩუმჩუმად მიდიან ხოლმე და ნეტა როგორ არის დღეს არ გამოძრავებულა და ამოწმებენ ხოლმე. ასხივებს თუ არა? იცით რა არის? ორსულობა ჯერთი ეს არ არის სხივი, დავიწყოთ იქიდან, ეს არის ბგერა, ულტრა ბგერა, ხმა, ხო, ქართულ ენაზე. და გამოსახულებას ჩვენ ვიღებთ ამ ხმის ანარეკლით. აქედან გამომდინარე, აქ დასხივება არანაირი არ ხდება. და საერთოდ არ არის დადგენილი კვლევებით, რომ ეხოსკოპია იწვევდეს რაიმე დაავადებას. არსებობს ახლა ბოლო დროის რაღაც ისინი, რომ აი დოპლერი დიდხანს არ შეიძლება და ისა, მაგრამ დაზუსტებით მაინც არ არის ეს კვლევებით დადგენილი. ახლა ცალკეული ესეთი კვლევები სპონტანური არაფერს არ ნიშნავს. მაინც სადღაც ანუ მითი არის, იმიტომ რომ არასხივი, არამედ ბგერაა. კარგით, გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ორი დაგვრჩა და მინდა რომ აუცილებლად მოისმინოს მაყურებელმა. ორსულობის დროს ქათმის ნახველს ხელს თუ მოგიდებ და შემდეგ სხეულზე მოგიხდება, ბავშვს ექნება, ასე ვთქვათ, ლაქა. იმავე ადგილას. მოდით ესე ვთქვათ, რომ ყველა ვიცით, რომ ეს არის მითი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერავინ ვერ ვბედავთ ორსულობის დროს ეს გავაკეთოთ. ხო ესე? აი ნუკი მას თქვა, რომ მაინც არ ვკიდებ ხელს. იმათ ყავზე თქვა. ვერ გავატყავებ. ნუ ახლა ნაგველი დამხავით ხშირია და ამიტომ ყველა იზღობს თავს. ანუ ეს ყველაფერი მითია. და ბოლო აუცილებლად ორსულობის დროს სექსუალური ურთიერთობა იკრძალება, შეიძლება დაზიანდეს ნაყოფი. პირიქით საჭიროა თუ ის დადებით ემოციას იწვევს ორსულში და მის პარტნიორში და ურთიერთობას ესე ვთქვათ აუმჯობესებს. ინდივიდუალურია. ეხლა არის სიტუაციები, აი მაგალითად პლაცენტის წინამდებარეობა ან ორსულობის თვითნებითი მოშლის რისკი, სისხლდენა ორსულობის პერიოდში, ჰიპერტონუსი და ასე შემდეგ, რომლის დროს თავისთავად არათუ სექსუალური ურთიერთობა, ზოგჯერ ესეთ ფიზიკურ მოძრაობასაც ესეთ არ ვაძლევთ რეკომენდაციას. მაგრამ ნორმალურ ორსულობაში სქესობრივი კონტაქტი ჩვეულებრივ შეიძლება და თუ რა თქმა უნდა სურვილი არის ორივე მხრიდან არის ორივე მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა იმისათვის რომ მოხვედით საინტერესო რეკომენდაციები და ესე თქვათ მითები და რეალობა გამოააშკარავეთ. საჭირო იყო იმიტომ რომ არის მაინც დღეს რაღაცების გვჯერა, რაღაცების არ გვჯერა. ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერი შეიძლება. ყველაფერს ვიკეთებ და ზუსტად აი სიუჟეტი უნდა პატარა დეტალები არსებობს, რაც უნდა გაითვალისწინოს, ეს ცალკე შეიძლება ისაუბროთ.